მოგესალმებით. ყოველთვის როცა ერთად მიყვავდა ხოლმე საგანგებო ეთერები, ვახო სანაიასთან, დიანა ტრაპაიძესთან, ნინო ჟიჟილაშვილთან და ჩემთან ერთად იდგა ლევან ჩხაიძე, ჩვენი ჯაკო. ის დღეს აქ არ იმყოფება ფიზიკურად ამ სტუდიაში. აი მისი ერთ-ერთი სკამი აქ, რომელიც დგას სარიელია, მაგრამ დღეს სწორედ ისა ამ გადაცემის მთავარი წამყვანიც, მთავარი პროდიუსერიც და მთავარი სტუმარიც. ჯაკო, მადლობა შენ რომ იყავი. მადლობა რომ ისეთი იყავი, როგორცაც გიცნობდით და მადლობა იმ დიდი მეგობრობისთვის, რომლის მსგავსიც მე არსად შემხვედრი ამ ქვეყანაზე. არ გემშვიდობებით, ადრე თუ გვიან შევხვდებით. მანამდე კი სულ გაგყვება შენი მეგობრობის დიდი სიყვარული. მე დღეს ამ ეთერიდან მინდა ვუთხრა მადლობა ლევან ჩხაიძის ოჯახს, მის დას, მის მშობლებს, ქალბატონო ია და ბატონო ზურაბ. მადლობა რომ გაგვიზარდეთ ასეთი მაგარი ბიჭი. იშვიათად რომ მოძებნი მის მსგავს ამ ქვეყანაზე. ისეთი ღირსეული, იშვიათად რომ შეხვდები ამ ცხოვრებაში. ისეთი ერთგული მეგობარი თითოეულად თუ მოიძებნება და დადის ამ მიწაზე. მადლობა თქვენ რომ ისეთი შვილი გაზარდეთ, როგორიც იყო ჩვენი ყველასი ლევან ჩხაიძე. ამ გადაცემაში დღეს მოისმენთ ისტორიებს თქვენი შვილის მეგობრებისგან, კოლეგებისგან, რესპონდენტებისგან და კიდევ ერთხელ მიხვდებით, რატომ გიხდით მადლობას ასეთი ბიჭის გაზრდისთვის. დიდი ადამიანი, უნიჭიერესი ჟურნალისტი, დაუღალავი, უშიშარი, ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში, ყოველთვის ყველასთან საიმედო, საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო პროფესიონალი, საუკეთესო კოლეგა, საოცარი ენერგეტიკის, ემოციის, საოცარი სიყვარულის, საოცარი მეგობრობის, სითბოს და იმედის მატარებელი. კაცი, რომელიც როგორც დიანა ტრაპაიძემ მითხრა, გუშინ ყველასთვის იყო და ყველასი იყო, თქვენი, ჩვენი, ამ ხალხის, ვინც დღეს ჩვენ სტუდიაში მოვიდა, ან ეხლა ეკრანებიდან გვიყურებს. ასეთი შვილი გვაჩუქეთ თქვენ ჩვენ, ქართული მედიის ახალგაზრდა ვარსკვლავი, არ ვიცი, როგორ გამოგვივა, მაგრამ დღეს დიანა ტრაპაიძე, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი და მე შევეცდებით გავუძღვეთ ამ უმძიმეს ეთერს, რომელსაც სახელად დავარქვით ასე მარტივად. ტევ პირველის ჯაკო.